იმასაც ვცდილობთ, რომ ავაკეთოთ გარეწყაროება, ასე ვთქვათ, ვიყენებთ ჩვენ შესაძლებლობებს, რომ ყველაზე თანაც კლინიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩემს საამაყოა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე თავდაცვის სამინისტროში და დიდი დაფასება, რა თქმა უნდა, იმ ყველაფრისა, რომ გადმოგვეცა 35 წლისთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების მედალი. და ჩემთვის ძალიან საამაყოა, რა თქმა უნდა, და ერთგვარი мотиваცია სამომავლოდ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გავაკეთებთ ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს. ყოველთვის სიამაყით ვატარებ საქართველოს სახელს, საქართველოს დროშას და მით უმეტეს თავდაცვის ძალებში მიღებული თითოეული ჯილდო ჩემთვის ორმაგაც სამოტივაციოა. მოგეხსენებათ სპორტში სხვა ჯილდოები, მაგრამ თავდაცვის ძალების ჯილდო ყოველთვის აღემატება ამ ჯილდოებს, რადგან ეს არის ერთგვარი ყურადღება, დაფასება იმისთვის, რომ შრომას გაგვიღია ჩვენი ქვეყნისთვის. და მადლობა თავდაცვის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო წვლილი ამ ღონისძიებაში. მე მინდა მინისტრის, მთელი სამინისტროს, მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადო ამ დაუმარცხებელ ბიჭებს. მათ მიერ გაკეთებული საქმე ძალიან დიდი საქმე არის ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ერისათვის, ნებისმიერი ქართველისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის და ეს არის ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც ეს ადამიანებს უყურებ, როგორც ჩვენთვის არის დიდი мотиваცია. დღეს ბიჭებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო ეს უწყებრივი მედლები.